მოსამართლე ნანა შამათავას უკვე დეტალურად აქვს გელა ხასაიასგან ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით თუ რა ვითარებაში და რა დარღვევებით მოხდა მისი დაკავება. გელა ხასაიამ ქრონოლოგიურად აღწერა 29 სექტემბრის საღამო. ხასაია ამბობს, რომ ის საპროტესტო აქციიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც მას მიუახლოვდა 10-ზე მეტი ადამიანი და ის შკოდის ტიპის ავტომობილში ისე ჩასვეს, რომ არავის განუმარტავს, სად მიყავდათ ხასაია, ის გადაყავდათ გამოკითხვაზე თუ ეს იყო დაკავება. თუმცა ხასაია კიდევ ერთ დეტალს აღნიშნავს იმ დროს, როდესაც ის შეიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, იმ დროსაც კი არ იცოდა, რასთან დაკავშირებით იყო ის პოლიციის განყოფილებაში მისული. გარდა ამისა, ხასაია ასევე იხსენებს, როგორ ემუქრებოდნენ დაკავების ავტომობილში მას ძალოვანი უწყების თანამშრომლები, როგორც ხასაია ამბობს, ავტომობილში იჯდა მისთვის კარგად ნაცნობი პოლიციელი, რომელიც მას ხშირად ხვდებოდა ხოლმე საპროტესტო აქციაზე და მას გელა ხასაიას ამ პოლიციელმა უთხრა, რომ მაინც დაგაკავე სისხლით, როგორც გეუბნებოდიო. ეს იყო გელა ხასაიას ფრაზა, რომელიც მან გაიხსენა სწორედ დაკავების ავტომობილიდან. ხასაია ამბობს, რომ მას სისტემატიურად ემუქრებოდნენ იმ დროს, როდესაც იყო დაკავების ავტომობილში, ასევე გააშიშვლეს ის პოლიციის განყოფილებაში და განმარტავს, რომ ეს იყო მისი უფლებების დარღვევა. ხასაია ამბობს, რომ მას ემუქრებოდნენ, ასევე ეუბნებოდნენ, რომ დაურეკავდნენ მის მშობლებს. ასევე დღეს პროკურორმა ისაუბრა ერთ საინტერესო გარემოებასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ხასაიას იქამდე სანამ დააკავებდნენ, საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ ის იყო გამოკითხვაზე დაბარებული, თუმცა ამასთან დაკავშირებით ხასაია ამბობს, რომ 1 სექტემბრიდან დაკავების დღემდე მასთან კავშირზე არავინ გასულა. აქციიდან წამოვედი, მივდიოდი სახლში, მაღაზიიდან როგორც კი გამოვედი, ჩემ წინ გაჩერდა შკოდის ავტომობილი. მობილურიდან როგორც კი თავი ავწიე, 10-მდე შკოდა გაჩნდა. ერთ-ერთი ცდილობდა ტელეფონის წართმევას, მე ვცდილობდი ტელეფონის დაბლოკას. სიტყვა არ მithქვავს, ვინ იყვნენ, მეუბნებოდნენ, რომ მარტო მობილური მოგვეციო. მანქანაში ჩამტენეს და წინ იძდა ისეთი პოლიციელი, რომელიც აქციებზე ხშირად დადიოდა. მითხრა ძალიან კარგად იცი, რაც დააშავე და სწორედ ამიტომაც მოგეთხოვება პასუხია. ხო დაკვირდი, სისხლით დაგიჭერ, აი აგისრულ წამიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ეს იყო მარჯანიშვილის ტერიტორიაზე. ამიყვანეს დიდ ოთახში, 20-მდე პოლიციელი იყო, არავინ მეუბნებოდა, რაზე ვიყავი დაკავებული და რატომ მიმიყვანეს ამ პოლიციის განყოფილებაში. გამაშისვლეს დაახლოებით 20 წუთის შემდეგ კიდევ იგივე ქნეს. იყო დამცინავი კომენტარები, ახსენებდნენ მზია ამაღლობელსაც, მიხსენებენ საბას ხვიტარიძეს, ან ორივე ძმაკაცი მოძალადეები ხართო, ამას მეუბნებოდნენ. თუ არაფერს იტყვი მემუქრებოდნენ, დედა შენთან დავრეკავთო და ეს არ მინდოდა. ამიტომ რაღაცეები მოვყევი ამ დღე მერე უკვე მითხრეს, რომ ვიყავით დაკავებული. რაც შეეხება იურისტების პოზიციას, ადვოკატები განმარტავენ, რომ საქმე თავიდან ბოლომდე არის შეკერილი, საქმეში იკვეთება დარღვევები, მაგალითად ადვოკატების განმარტებით, სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, რომელიც სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გამომძიებლებს უნდა ამოეღოთ, გამოთხოვილია მოგვიანებით, სწორედ ამიტომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, ასევე საქმეში არსებობს მხოლოდ რამდენიმე პირის გამოკითხვის ოქმი, რომლის საფუძველზეც გელა ხასაიას დაადეს ხელბორკილები, სწორედ ამიტომ ახლა ყველა ფიქრობს, რომ ეს საქმე არის მხოლოდ სადამსჯელო ღონისძიება იმისთვის, რომ განეიტრალონ სამოქალაქო აქტივისტები და ის ადამიანები, რომლებიც აქტიურად არიან საპროტესტო აქციებში ჩართული. გარდა გელა ხასაიასის საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს. საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, რომ 1 სექტემბერს სადგურის მოედანზე ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ძალადობას, თუმცა ახლა განსასჯელის სკამზე არის მხოლოდ გელა ხასაია, მეორე უცნობია, როდის გაიმართება მეორე პირის სასამართლო პროცესი, ამაზე პასუხები არ აქვს არც საქმის პროკურორს. მასალების თანახმად არ არის წარმოდგენილი არც ერთი ნეიტრალური მტკიცებულება, როგორც შეიძლება იყოს ვიდეო ჩანაწერი, როგორც შეიძლება ყოფილიყო ვიზუალური მტკიცებულებები, ან რაიმე საექსპერტო კვლევა, რომელიც კვლევის ნიმუშებით დაადგენდა გელა ხასაიას კავშირს მოხდარ შემთხვევას. საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც ჩატარებულია, არის ერთმანეთისგან იმ დროის დაშორებით ჩატარებული, რაც შესაძლოა ართულებდეს საერთოდ ვიდეო მასალის მოპოვებას რაიმე ფორმით, იმიტომ რომ გასულია თითქმის ერთი თვე შემთხვევიდან, მათ დაგვიანებით მოითხოვეს ვიდეო მასალები.
მოწმეების ჩვენებებს შორის არის არსებითი წინააღმდეგობა. არა მხოლოდ ის, რომ ერთი ადამიანის ჩვენებასა და მეორე ადამიანის ჩვენებას შორის არის წინააღმდეგობა. თვითონ ერთი ადამიანის დაზარალებული ჩვენების ერთი ნაწილი და მეორე ნაწილი არსებითად თვისობრივად ეწინააღმდეგება ერთ მძიმე ბრალის წარდგენა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ სასამართლოს არ შეძლებოდა გელა ხასაიას მიმართ გამოიყენებინა აღკვეთის ღონისძიების ნაკლებად მძიმე ფორმა. პატიმრობას მოითხოვთ თუ არა გელა ხასაიას მიმართ? კითხვაზე გიპასუხეთ პროცესის მერე. ვიდეო მტკიცებულებები გააქვთ საქმეში? საქმის პროკურორმა სხდომათა დარბაზში თქვა, რომ გელა ხასაია თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე, თუმცა შემხვედრ კითხვებზე ვინ იყო ეს საქმის გამომძებელი, ის ამბობს, რომ მას არ ახსოვს კონკრეტულად რომელი გამომძებლისგან მიიღო ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ხასაია გამოკითხვაზე იყო დაბარებული. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებშიც მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტის გელა ხასაიას სასამართლო პროცესი და სავარაუდოდ უკვე რამდენიმე წუთში ცნობილი გახდება გაუშვებენ თუ არა სამოქალაქო აქტივისტს 2 თვიან წინასწარ პატიმრობაში.